ლეკა გამარჯობა. რა, შვიდით ხა ჩვენ. შემოტანილი რო არის ფოტო რაღაცა. ეს რულერები თუ არ ვწდები იმ დღეს ჩავთე და ეს უნდა იყოს მანდვე, თუ არ ჩანს, უნდა view-ში შეხვალ და აგერა რულერს. ეხლა რა ხდება? ჯერ რო გავასწოროთ ეს, ნუ თუ გიხედავთ რო პოზიში, თუ გიხედავთ რო ეს ძალიან მოტრიალებული და კუთხეების გაწევა კი არის იმენა ფოტოს მოტრიალება გვინდა. Просто Ctrl A დააჭირებთ, მთლიანად რომ მონიშნოს და მე Ctrl T. და გაიჩნდა ეს კუბიკები, ანუ Ctrl T ვარო რა ვატრიალებთ. ნახე, შიგნით კი არა, გარეთ რო მონიშნავ ახლა მაუსს, აი აქ რო არის, ამას დააჭერ და ამას ატრიალებ ესე. ნუ ახლა თვალზომით დაახლოებით გაასწორებ ესე, ანუ ეს ჯობია იყოს სადღაცა ვთქვათ, აი ას. გლიჯავ Enters. აქ მონიშნია რომ გამოხვიდე, просто აერჩევ ამ მონიშნას აქა და ერთხელ დაკლიკავ გარეთ მოშევსო. განიკლიკა. ეხლა რა ხდება? ეს დამხმარე ხაზები რო ჩამოვწივთ, просто აი ამ რულერი რო არის, ხო? აი ამ გაყოლებაზე დააჭერ. ჩამოგაკ. სადღაცა თქვათ აქ. მე აქედან დააჭერ ესე თვითონ ამას, გამოვუშვებ, სადღაცა ვართ აქა. აქაც გავუშვათ ესე. სადღაც და აქაც ჩამოვუშვათ ესე. ეს. მე ახლა რა ვშვებით ჩვენ? ჩვენ რო ეს დაბრეცილი ნახატის კონტური მოვნიშნოთ, ხო? აი ახლა ეს მონიშნოში ხო ვიყავი, ეს ჩვეულებრივი მონიშნა არის ეს ოთხკუთხედი. ამას დააჭერ ჩამოშლი, არა ამას არა ბოდიში, აი ამას Magic Wand-საც არა ბოდიში. აი ამას ჩვეში რო არის lasso. ამას დააჭერ და polygonal lasso tool. მეკუთხეებიანი როა. და ახლა просто ვშვებით ეგეთ რაღაცას ჩვენ. აი ლურჯი კუთხეები არა, იმენა ნახატის კუთხეები რაც არის. ვირჩევთ ამას. ხო, თარო ვირჩევთ, თარო ნახატი გავწიო, ხო? ანუ space ვაჭერ, ნახე space რო ვაჭერ, იმათ იქცევა. ხელად ესა. დავაჭერ space, გავწევ. მე space რო ავუშვებ, ესე შვება. ესე გამოვდივართ აქა. ოპაც, შეიკ. ეხლა ნახე აქაც ეს მონიშნული რო არის, Ctrl T-ს ვაჭერ ისევ. და აქ უკვე ნახე, აი ამას რო ჩავავლო, ხო? ეს რო გავწივე, ხა მთლიან ნახატს წაიწევს და Ctrl-ს ვაჭერ აქა. Ctrl და მარტო ამ კუთხეს ვამოძრავ. და მოვიყვან აი აქამდე. ესე. მე ამას მოვიყვან აქამდე. ესე. ასე ამგვარად. ამას მოვიყვან აქა. так. და აქ ხდება ერთი შევხედოთ და აქაც სადღაცა ესე გავასწორებთ. ეს. აჰა, ანუ ეს თავის პოჩი გასწორებულია და Enters დავაჭერთ რომ ეგ არისო. მონიშნა ისევ აქტიური არის, ამიტომ პირდაპირ შევალ image და crop. და ვერ მოჭრაკალებ, დაი. დაიგიდე, მაშინ ახლა ისევ ოთხკუთხედი მონიშნა რო ახლა მე მითი განკლიკავ და უყურე, აი ლურჯ ხაზები და რომ მოყვე, პირდაპირ snap-ით აკეთებს რა, აჩდება იმ ლურჯ კუთხეებს. იმიტომ აკეთე. და ახლა რო უზავ image crop. всё, ახლა გააკეთე. მე აი ამ ისას ირჩევ და ეს ტიპები რო გავწიოთ რა, ეს ლურჯი ხაზები ნერვებს გუშლია. ანუ მოწევ და ბოლომდე გაიტანე, საიდანაც მოაეთარნენ. ეს. ხო, პრინციპში ამას იმდენად არ ჭირდება ეს ამოხატვა, მაგრამ მაინც ფარემ რო გავაკეთოთ, მაგრამ აი ხატვის იმას ავირჩევთ. აქ მარჯვენა კლიკი არის და ამის სუმას არეგულირებ, თქვა და ბრაში გინდა აი ამ ხელა. და Alt-ით აირჩევ ამის მსგავს ფერს. და მე რო ჯერ დაკლიკავ და მე Shift-ს დააჭერ და გავუშვებ, ხო, პირდაპირ ზოლად მიდის ეს. ოპლაც. ასე. ზემოთ პრინციპში არ უნდა არაფერი, მარცხნივაც არ უნდა, ქვემოთაც არ უნდა. ასე ერთი პატარა ვიღაცა. ხათ ეს. ეს გვაქვს. სპასი აქ ფასი რო ყოფილიყო. აქ ფასი რო ყოფილიყო, ვაკეთებთ. აი ამითი კლონის კი იცი, ამას ირჩევ Alt-ს დააჭერ, თქვათ აქ და ამას მე გადავუსვარ ეგ არის. მაგრამ აქ არ გვინდა.
ეს გავაკეთეთ. მე რა ხდება ხა? всё. ეს გვაქვს, ეხა ფერები რო გამოვასწოროთ ამაზე შევდივართ adjustment-ში. Curves და auto. ნუ ხო, auto კაია. Okay. გავაკეთეთ. და ეხლა რო ვთქვით, რომ ამის ჩარჩო გარშემო ჩანდეს, ანუ ეგრევე დატყეპებული არ იყოსო. შემოდით არ image, canvas size, ვაჭერთ. და დაახლოებით ეს relatives დავაჭიროთ, რომ თანაბრად დაესართოს და ნახოთ 10 როგორია. 10. აჰა, აი ტიპი. ხო, მოგონთ აი შემეშალა მე. ბიზუში არ შემეშალა. ხო, 10 გაიზარდა. და ეხა ჩვენ რაღაცა ფერის ჩასხმა ეს რო არის, ფერი ჩავასხათ უკან. დაახლოებით იყოს მეც როგორ ვიზავთ მანდალელ. აი აქ შენახე. აქ შეიძლება რომ დაამატო ფერი რომელსაც სულ გამოიყენებ. აი აქ. ასე ეს ფერი რო იყოს. ეგეთი აბა ნახოთ. აჰა, ეს მასტირა, ეს მანდას უნდა იყოს. ამას დააჭერ და უფრო ისე ჩანს რა. სათმოდ. всё, მოდი ამას უკვე ადგები file save as. ნუ შევინახავთ ჩემ ხელში სადღაცაა, მაგრამ სადღაც შეინახავ. ფოტოში. შემდგომ რაღაცა ჩმოხა. ამოვიდე ეგეთი კოკროჩი ნახატი. აბა შეინც.